ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. დროებითი საგამოძიებო კომისია უკვე 1 საათზე მეტია პროკურატურის წარმომადგენელს უსმენს. ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმია, მანამდე საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს ვრცელი მოხსენება ჰქონდა. ირაკლი ნადარეიშვილმა მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხაროეზების და სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეების შესახებ ისაუბრა. საგამოძიებო კომისიის წევრები დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მოусმენენ. დეტალებს უკვე მარიამ კოპალეიშვილი მოგვიყვება, ის პარლამენტიდან გვერდება. გისმენთ მარიამ. ამ წუთებში ირაკლი ნადარეიშვილი პასუხობს დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას, მანამდე კი მას წინამორბედის მსგავსად ჰქონდა საკმაოდ ვრცელი მოხსენება 2003-12 წლებში ჩადენილ გადაცდომებთან და დანაშაულებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჯერ კიდევ 2015 წელს შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც სწავლობდა 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებს. აღმოჩნდა, რომ 500-მდე პირი იქნა დაზარალებულად ცნობილი, აქედან 300-მდე მათგანს დაუბრუნდა ჯამში 7 მილიონი ლარის ქონება, რაც მოიცავდა კერძო საკუთრებას, მათ შორის ავტომობილებს, მიწის ნაკვეთებს და სხვადასხვა კონკრეტულ საკუთრებას, რაც შეეხება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას, რაც სწორედ საგამოძიებო კომისიის ინტერესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა დღეს კომისიის ხდომაზე, ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით ფიგურირებდნენ ასეთ საქმეებში ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, როგორიც არიან მაგალითად ზურა ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ. მაგალითად ამ კონკრეტულ ორი ადამიანის შემთხვევაში საუბარი იყო პირადი საკუთრების, კერძო საკუთრების, სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით გადატანის მცდელობასთან დაკავშირებით და მათ მოიყვანეს არაერთი მაგალითი, მაგალითად ერთ-ერთი კონკრეტული იყო ღვინის ქარხნის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით გადატანა. წამებისა და სასტიკი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე დღეს კომისიის ხდომაზე საუბარი იყო 6 კონკრეტულ პირთან დაკავშირებით და როგორც პროკურატურის წარმომადგენელი ამბობს, ეს კონკრეტული ფაქტები საერთო სურათის შესაქმნელად საკმარისი მტკიცებულებაა. დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მაგალითად ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იქნა პასუხისგებაში მიცემული და დღეის მდგომარეობით სამივე საქმეზე დამდგარი არის გამომტყუნებელი განაჩენი. შეგახსენებთ, რომ ესენი იყოს ღვინის ქარხანა აკურას იძულებით დათმობის ფაქტი, ტელეკომპანია იბერიის იძულებით დათმობის ფაქტი და კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. დასაწყისში ვთქვი, რომ აკურაზე შევშერდებოდი ღვინის ქარხანა აკურაზე და რატომ. ეს საქმე დეპარტამენტის პრაქტიკაში იქცა ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები ერთმანეთთან კოორდინირებულად შეთანხმებული მუშაობის შედეგად ახდენდნენ კერძო საკუთრებაში არსებული ქონებების მიქცევას სახელმწიფო საკუთრებაში. იყო საქართველოს საზღვაო ბანკი აჯარის ტერიტორიაზე და იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღნიშნული ბანკის ლიკვიდაცია. უშიშროების მინისტრი იმჟამინდელი ივანე მერაბიშვილისა და იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიერ ჩატარდა გაერთიანებული თათბირი, სადაც გაიცა დავალებები როგორც ეროვნულ ბანკზე, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, პროკურატურის თანამშრომლებზე, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებზე და სხვა პირებზე, საჯარო უწყების თანამშრომლებზე, რათა 2 თვის ვადაში მოეხდინათ გაცემული კრედიტების მაქსიმალურად ამოღება, ეიძულებინათ კრედიტორები დაეფარათ 2 თვეში მიღებული გრძელვადიანი კრედიტები და თუ იმ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა ფულადი თანხებით კრედიტების დაფარვა, უსასყიდლოდ დაეთმობინებინათ ის ქონებები, რაც შეძენილიყო ან კრედიტებით, ან უბრალოდ გააჩნდათ საკუთრებაში. დეპარტამენტის მუშაობის შედეგად ასევე მხილებული იქნა გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იგივე ტელეკომპანია იბერიის საქმეზე, რომელიც გიორგი ლაცაბიძე, რომელიც ასევე არის დღეს მდგომარეობით მსჯავრდებული. მხილებული იქნა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახაბერ დამანია, ეგრეთ წოდებული სონის ცენტრი, ალბათ იცით, რუსთაველზე მდებარეობდა ამ ცენტრის იძულებით დათმობის ფაქტზე. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ დაწყებული იქნა სისხლის სამართლის დევნა, ვინაიდან ის როგორც უშიშროების მინისტრი ისე ახორციელებდა სწორედ ჩემს მიერზე მოხსენებულ ღვინის ქარხანა აკურის დათმობის საქმეს და თავისთავად წარდგენილი იქნა ბრალდება და დამდგარია გამომტყუნებელი განაჩენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის თეიმურაზ პატარიძის მიმართ
დაწყებული იქნა სისხლის სამართლებით დღევნა და დღევანდელი მდგომარეობით რამდენადია გამამდგუნებელი განაჩენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსის კონსტანტინე არჩაიას მიმართ დღეს მდგომარეობით დასრულებულია საქმე და დამდგარია 4 სხვადასხვა ეპიზოდზე გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის ბიზნესმენებისაგან თანხების გამოძალვისა და სახელმწიფო სასარგებლოდ ავტომობილების იძულებით ყიდვისა და ჩუქების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ევნოზაშვილის მიმართ დაწყებული იქნა დევნა და დღევანდელი მდგომარეობით დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი. ეს ყოველთვის ცნობილი საქმეა, ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფების საქმე. ამავე საქმეზე მიცემული იქნა პასუხისგებაში ციხის დირექტორი ბატონი მუხაძეც. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე მიცემული იქნა პასუხისგებაში და დამდგარია განაჩენი ყობა დავიდაშვილის მიმართ განხორციელებული დანაშაულის თავისუფლების უკანონო აკვეთისა და განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მე თვალსაჩინოებისთვის დეპარტამენტის მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული მაღალი თანამდებობის პირები ჩამოთვალე, რა თქმა უნდა, ამათ გარდა კიდევ არიან მიცემული ის რიგითი თანამშრომლები, რომლებიც მხილებული იყვნენ სასტიკ არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობაში. პროკურატურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ახლაც გრძელდება, მის ხელთ არსებული ინფორმაცია არის საკმარისი იმისთვის, რომ ზოგადი სტატისტიკა გააცნოს მსმენელს, მაგალითად 215 საჯარო პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის 2 შინაგან საქმეთა მინისტრი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 4 სისხლის სამართლის საქმეზეა პასუხისმგებლობაში მიცემული და მერაბიშვილი და ადეიშვილი, რომელიც 6 სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში არიან მიცემულები. როგორც პროკურატურის წარმომადგენელი განმარტავს, ეს სტატისტიკა იძლევა ყველაზე კარგ სურათს იმისთვის, რომ სწორი შეფასება გააკეთდეს სისტემურ გადაცდომებთან დაკავშირებით. დღეს მდგომარეობითაც გენერალური პროკურატურის სხვადასხვა საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად ახორციელებენ და ახორციელებენ დღესაც საჯარო მოხელეთა მიმართ სხვადასხვა სახის დანაშაულის გამოძიებას და დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ის ანგარიში მხოლოდ ნაწილია საერთო სურათისა. არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე 2013-2024 წლებში მაგალითისთვის მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში 215 საჯარო მოხელე. ამათგან 89 პირი იყო პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 126 პირი. 215 პირის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლების დევნის მუხლობრივი მაჩვენებელი არის შემდეგი. წამების მუხლით 154 პრიმა, 50 პირი იქნა მხილებული და წარდგენილი იქნა ბრალდება. მათ შორის პენიტენციური 30 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 თანამშრომელი იქნა მიცემული პასუხისგებაში. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა 154 ტერცია მუხლით, 68 პირი ერთობლიობაში, როგორც პენიტენციური, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს. 333 მუხლით და 332 მუხლის მესამე ნაწილებით, რაც გულისხმობს სამსახურე უფლებამოსილების გადამეტებას და სამსახურე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. პირველ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული არის 108 პირი, მეორე შემთხვევაში 12 პირი. წარმოგიდგეთ თანამდებობრივი პოზიციების მიხედვით იმ პირებს, ვიზეც განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა და დამდგარი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. მაგალითისთვის, პენიტენციური დეპარტამენტის 3 უფროსი იქნა პასუხისგებაში მიცემული. პენიტენციური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 3 პირი. პენიტენციური დაწესებულების 16 დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე 8 პირი. პენიტენციური სისტემის სხვა თანამშრომელი. მონაცემები ჯერჯერობით ეხება მხოლოდ იმ 4 მუხლს, რომელიც დავასახელეთ: წამებას, არადამიან დამამცირებელ მოპყრობას და სამოხელეო დანაშაულს ჩადენილს ძალადობით. პასუხისგებაში მიცემული იქნა და დევნა დაწყებული იქნა შინაგან საქმეთა 2 მინისტრის მიმართ, კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტის 2 უფროსის მიმართ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის 1 დირექტორის მიმართ. დევნა დაწყებული იქნა და გამამტყუნებელი განაჩენებელი დგას პოლიციის 26 უფროსის მიმართ. პოლიციის უფროსის მოადგილე 7 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული, პოლიციის განყოფილების უფროსი 2 პირი, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე 3 პირი, პოლიციის სხვა თანამშრომელი 83 პირი. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე პროკურატურის მიერ გაწეული სამუშაოს ერთიანი სურათის შესაქმნელად წარმოგიდგენთ შემდეგ შედეგებს.
სულ მხილებული იქნა 554 საჯარო მოხელე. როგორც გენერალური პროკურატურის, პენიტენციური სისტემის, პოლიციის, ასევე კონსტიტუციური საფრთხეების ერთობლივი ციფრი არის ეს. პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უკვე დასრულებულია. ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. მადლობა. პარლამენტიდან მარიამ კოპალეიშვილი საუბრობდა. საგამოძიებო კომისიის ხდომა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მოსმენით დაიწყო. ბექა ძამაშვილმა ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, როგორც პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ასევე კონკრეტულ საქმეებზე. ძამაშვილმა მთავარი აქცენტი გააკეთა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ყოფილი ხელისუფლების ნაბიჯებზე. დეტალურად ისაუბრა საერთაშორისო დავებზე, თქვა, რომ ისკანდერი იყო ოქროს მტკიცებულება, თუმცა მისივე განცხადებით აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში, არამედ საერთოდ საქართველოში არ იყო. პირველი დოკუმენტი, ესე ვთქვათ, რაც ჩდება ამ საქმის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არის 2008 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. მეხუთე პუნქტში აღნიშნული არის, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად. აქვე საუბარი არის, რომ ორივე მხარემ, საქართველომაც და რუსეთმაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა და მე-11 პუნქტში კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული. იქ საუბარი არის, რომ მათ შორის ქართული მხარე არღვევდა, იყენებდა კასეტური იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილი არის ომის დანაშაულები. რუსეთის დელეგაციამ სწორედ იმიტომ, რომ ორივე მხარე იყო დადანაშაულებული, მათ შორის რუსეთის მხარე ხელი არ მოაწერა ამ რეზოლუციას, თუმცა საქართველოს დელეგაციამ ხელი მოაწერა. შემდეგი განვითარება არის 2008 წლის დეკემბერი, როდესაც ევროკავშირი ქმნის ეგრეთ წოდებულ ტალიავილის კომისიას. ტალიავილის კომისიაც იგივე დასკვნებს აკეთებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით. შემდეგი განვითარება ამ მიმართულებით იყო 2011 წელი. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს მიერ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით და სამწუხაროდ ეს დავა საქართველომ წააგო. გადაწყვეტილებაში წერია, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ საქართველოს მოსახლეობა იყო ეთნიკური წმენდის და დისკრიმინაციის მსხვერპლი 2008 წლის ომამდე. ასევე საუბარია იმაზე, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ 2008 წლის ომამდე საქართველომ რაიმე სამართლებრივი პრეტენზია წაუყენა რუსეთის ფედერაციას. სამწუხაროა ის გარემოება, რომ მთელ რიგ საქმეებზე მტკიცებულება არ იყო საქმეში. ჩვენ მოგვიწია ფაქტობრივად წლების შემდეგ ნულიდან აი ამ მტკიცებულებების შექმნა და საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი არის ეს ისკანდერის დაკარგვის ნაწილი. ისკანდერი რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა 2008 წლის 12 აგვისტოს. ეს არის პერიოდი, როდესაც ქართულ მხარეს უკვე 10 აგვისტოდან მოყოლებული ცალმხრივად აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი, გორში აღარ იმყოფება სამხედრო ტექნიკა და ფაქტობრივად იქ არის მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული დამიზნებით, განზრახვით ეს კასეტური იარაღი. აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში არ იყო, არამედ საერთოდ საქართველოში არ იყო. ფაქტობრივად სტრასბურგის სასამართლოში საწყის ეტაპზე გაგვაჩნდა მხოლოდ ამის ამსახველი გარკვეული ვიდეო კადრები და ფოტომასალა, რომელზეც წლების განმავლობაში რუსული მხარე წარმატებით ამტკიცებდა, რომ ეს არის ფოტოშოპით გაკეთებული. წლები დაჭირდა საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, რომ აი ამ ნარჩენებისთვის მიეკვლია, საქართველოში დაებრუნებინა და ჩვენ წლების შემდეგ მოგვიწია მათ შორის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობით მათი ექსპერტიზის ჩატარება და დადასტურება, რომ ნამდვილად ის ფოტო და ვიდეო მასალა და ის ჭურვის ნარჩენები, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ, იყო ზუსტად ის ისკანდერის ნაწილები, რომელიც საქართველოში ისროლეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. მაშინდელი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰქონდა Human Rights Watch-ისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ის ფაქტობრივად აღიარებდა, რომ ქართულ დასახლებულ პუნქტებში ჩამოცვიდა საქართველოსთან გასროლილი ჭურვები. როდესაც ჩვენ გვიწევდა ამ საქმეზე მუშაობა, ამოცანა იყო ის, რომ ერთი მხრივ დაგვედგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, მაგრამ მეორე მხრივ, როგორღაც აი ჩვენი ჯარისკაცების
ღირსება აგვედგინა და ეს დაბრალება იმის რომ მათ ჩაიდინეს ომის დანაშაული როგორღაც ამისგან გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფო ჩვენ გვიწევდა მუშაობა მუდმივი ცილისწამების ქვეშ რომ მტკიცებულებები გროვდებოდა ქართველი ჯარისკაცების დასასჯელად. მაშინ, როდესაც 2008 წლიდან იყო აღიარება გაკეთებული წინა ხელისუფლების მხრიდან, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს, ჩვენ შევძელით ეს ბრალდება გაგვექარწყლებინა და მხოლოდ ასე ვთქვათ, გამოიკვეთა იმ პირების პასუხისგებლობა, რომლებმაც დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ეხლა წარმოება მხოლოდ ამ მიმართულებით გრძელდება. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს საგამოძიებო კომისიის წევრებმა შეკითხვებიც დაუსვეს. დეპუტატებს აინტერესებდათ, რა ვითარებაში გადაიბარა ქართულმა ოცნებამ საქმეები, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოებში განიხილებოდა, როგორ იმართებოდა 2008 წლის ომი და ვინ იყო ჩართული მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში. მართალია თუ არა, რომ 2008 წლის ომი ის რამდენიმე დღე იმართებოდა პრაქტიკულად ტელეფონით. მის მიმდინარეობისას სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომელიც მტკიცებულებებს მოიპოვებს, ამაგრებს და ქრონოლოგიას ადგენს, რის მერე რა მოხდა. ამის ნაცვლად საქართველოს ომს, როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა, აწარმოებდა ზეპირად და მთავარ სარდლის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებაც კი, რომლითაც მან ჯარი გამოიყვანა კონკრეტულ დღეს 10 აგვისტოს. აი ეს მტკიცებულებაც კი მართალია თუ არა, რომ დედანის სახით არ არსებობდა და ვერასდროს ვერ მოიპოვეთ და როგორ შეძელით ვთქვათ იმის დადასტურება სტრასბურგში, რომ საქართველოს 10-ში უკვე წყვეტს საომარ მოქმედებებს. თუ რამე მტკიცებულება იყო, ეს მტკიცებულებები იყო გაბნეული. ამ ერთიანი კოორდინაცია არ ხდებოდა და შემდეგ იუსტიციის სამინისტროში ისიც კი გახდა საჭირო, რომ საერთოდ ერთი დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მოხდენილიყო ყველა ამ საქმის კოორდინაცია. ნამდვილად ორიგინალი დოკუმენტის მოძიება ვერ შევძელით საქმეში, თუმცა მოხერხდა ასლის მოძიება, ეს იყო ნოტა საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რომელთაც დასტურდებოდა, რომ ქართულმა მხარემ ცალმხრივად შეწყვიტა 10 აგვისტოს დილით საბრძოლო მოქმედებები და ასევე ჩვენ დაგვჭირდა გაეროს უშიშროების საბჭოს არქივებში მასალების მოძიება, სადაც ასევე დადასტურებული იყო, რომ უკვე 10 აგვისტოს ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ იყო ინფორმაცია გაჟღერებული უშიშროების საბჭოს წინაშე. ეს პროცესი საერთაშორისო სასამართლოში ვერ იქნებოდა მოგებული თუ არა ის ოქროს მტკიცებულება ისკანდერის სახით, რომელიც თქვენ არ დახვდათ. არა თუ საქმეში, არამედ საერთოდ როგორც თქვენ თქვით საქართველოში. როგორ გაიგეთ, რომ ეს საქართველოში არ იყო, ან სად იყო და როგორ მოხერხდა, რომ ეს ოქროს მტკიცებულება რამდენიმე წლის მერე მაინც თქვენ მოახერხეთ და ჩაიტანეთ საერთაშორისო სასამართლოში. ფოტომასალაზე, რომელიც შემორჩენილი იყო და რომელიც დაკარგული იყო თვითონ ეს ნაწილი, იყო შემორჩენილი უნიკალური წარწერა. ანუ ყველა ამ ისკანდერს ჰქონდა უნიკალური წარწერა, ასე ვთქვათ, კოდი და აი ამ ფოტოზე ასახული იყო, რომ ის, რომელიც საქართველოში გამოიყენეს, იყო მხოლოდ რუსული არმიისთვის წარმოებული. ეს არ იყო საექსპორტო. ჩვენ გარკვეულწილად დაგვეხმარა აი ამ ისკანდერის მოძიებაში ჰოლანდიელი ჟურნალისტი, რომლის ოპერატორიც გარდაიცვალა აი ამ ისკანდერის გასროლის დროს, მას ჰქონდა ასევე საკმაოდ საინტერესო ვიდეო და ფოტომასალა ადამიანმა დოკუმენტური ფილმიც კი გააკეთა ამ ისკანდერთან დაკავშირებით. აი ამ დოკუმენტური ფილმიდან ერთ-ერთი იყო მნიშვნელოვანი წყარო, საიდანაც ჩანდა ინფორმაცია გაჩნდა, რომელ ქვეყანაში შესაძლოა ყოფილიყო ეს ისკანდერი გატანილი, ჩვენი პარტნიორის სახელმწიფოზეა საუბარი. 7 მილიონ ლარზე როცა ვლაპარაკობთ, თავისთავად ბიუჯეტისთვის 7 მილიონი ცოტა არ არის, მაგრამ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რა ტკივილიც იმ ოჯახებმა განიცადეს და ხშირ შემთხვევაში ლაპარაკი არის მსხვერპლზე და სამუდამოდ დაკარგულ ჯანმრთელობაზე და სხვა. ვიცი რომ წლების განმავლობაში ბევრი საქმე დამთავრდა მორიგებით სტრასბურგში. აი რა შემთხვევაში მიდიოდით მორიგებაზე და რომ არა მორიგება, ამ შემთხვევაში თქვათ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო. იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის მიზანი იყო ის, რომ აღარ შესულიყო დამატებით განხილვაში იმ თემებზე, რადგან უკვე დადგენილი იყო ფაქტობრივი გარემოებები და როგორღაც ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას მინიმიზაცია მოეხდინა იმ ზიანის, რაც შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტს მისთქომოდა და აი ამ მორიგებების წყალობით საკმაო რაოდენობის მორიგება გაფორმდა. შედარებით ნაკლები კომპენსაცია დაეკისრა სახელმწიფოს, ვიდრე დაეკისრებოდა იმ შემთხვევაში თუ დავას ბოლომდე აწარმოებდა
თეატრულუკიანის ინფორმაციით დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად სავარაუდოდ ზურაბ ჭიაბირაშვილს, ნათია მოგილაძეს და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ. დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით პარასკევს სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას დაეთმობა, აგვისტოს ომთან დაკავშირებულ თემებზე კი მომდევნო კვირას იმსჯელებენ. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს წინა ხელისუფლების პერიოდში მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მნიშვნელობაზე. მირიან გორგოძე მუშაობს თემაზე, ის პოლიტიკურ განცხადებებს გაგვაცნობს, ეთერში ხარ მირიან. დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა, როგორც თავმჯდომარემ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, სწორედ წინა ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს მიეძღვნება, რადგან თეატრულუკიანის განცხადებით იმ დასკვნაში, რომელსაც საბოლოოდ მოამზადებს დროებითი საგამოძიებო კომისია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ 2003-2012 წლებში ჩატარებულ არჩევნებს და ამ პერიოდში ამ მიმართულებით აღმოჩენილ დარღვევებს მიეძღვნება. არსებობს კითხვები, როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაგალითად ისეთი, როგორც შეიძლება იყოს, თუ როგორ მოახერხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წელს, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავმჯდომარეობდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბირაშვილი, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება, მაშინ როდესაც ორ მნიშვნელოვან ოლქში და საუბარია თეატრულუკიანის განმარტებით დაახლოებით 60,000 ამომრჩეველზე, არ მიესცა შესაძლებლობა საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ესარგებლათ ამ მომრჩევლებს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებისთვის მოუწევს თავად ზურაბ ჭიაბირაშვილს, რომელიც უკვე დაბარებული იქნება სავარაუდოდ საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, ასევე კომისიის წევრები კითხვებს დაუსვამენ ნათია მოგილაძეს, რომელიც 2003-2012 წლებში აუდიტის სამსახურში ერთ-ერთ კონკრეტულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ასევე ლევან გაჩეჩილაძეც არის კითხვებზე საპასუხოდ მოწვეული დროებითი საგამოძიებო კომისიაში, რადგან ის მონაწილეობას იღებდა 2008 წლის არჩევნებში. დღეს ასევე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველა ადამიანს, ვისთანაც გადაწყვეტს საგამოძიებო კომისიის წევრები, რომ კითხვები დაუსვან, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი კანონმდებლობით საკმაოდ მკაცრად ისჯება. პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს კომისიაც არის არალეგიტიმური და შექმნილი არის პუტინის ინსტრუქციით იმისთვის, რომ გაასამართლოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს შექმნის იდეა. ქართული ოცნება იმ სტადიაშია შესული, როდესაც ყველაფერს იყენებს რეპრესიისთვის, ამიტომაც ასეთ პროცედურულ დეტალსაც მნიშვნელობა არ აქვს, თუ ივანიშვილი განიზრახავს ვინმეს დაკავებას, განეიტრალებას, ისედაც გააკეთებს ამას. თავად ფაქტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს დაანონსდა ამ კომისიის შექმნა და სასწრაფო წესით შეიქმნა და მით უმეტეს მოწვეულ იქნა პირველი სხდომა, იმაზე მიუთითებს, რომ ქართულ ოცნებას ახლა დასჭირდა ეს პროცესი. თუ რამის გამოძიებას აპირებდნენ, შეეძლოთ გამოეძიებინათ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2016-დან 2020 წლამდე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი ჰქონდათ, მაგრამ ეს არის სანახაობის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი არ გეგმავენ, რომ ითანამშრომლონ დროებით საგამოძიებო კომისიასთან, რადგან მათივე შეფასებით პარლამენტი არის არალეგიტიმური და შესაბამისად ამ მოწვევის პარლამენტში შექმნილი ნებისმიერი კომისია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით იქნება არალეგიტიმური და გარდა ამისა ისინი ასევე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ძალიან დიდი დრო არის გასული იმ პერიოდიდან, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და ახლა როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, ეს დროებით საგამოძიებო კომისია მმართველ გუნდს ჭირდება იმისათვის, რომ გაუსწორდნენ მათივე სიტყვებით თუ ვისაუბრეთ პოლიტიკურ ოპონენტებს. მმართველ გუნდში კი განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახლა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, ვინც არის დაინტერესებული ამ თემით, კონდეს ყველა კითხვაზე პასუხი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები და დანაშაულებები იყო ჩადენილი 2003-2012 წლის პერიოდში მმართველობისას.
ყველა ვალდებული არის რომ მითანამშრომლო საგამოძიებო კომისიასთან ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი ქონდა სხვათა შორის ახლა პოლონეთში 1-2 კვირის წინ იყო ესეთი შემთხვევა როდესაც დაიბარეს ესეთი ტიპის საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი იუსტიციის მინისტრი თუ არ ვწდები იგი არ გამოცხადდა და შემდეგ რა თქმა უნდა კანონი ამოქმედა და მას მოუწია თანამშრომლობა შესაბამისად ყველა ვალდებულია რომ დაემორჩილოს კანონს თუ არ დაემორჩილება მაშინ ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად ეს დროებით საგამოძიებო კომისიის წევრებმა და ასევე თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ კვირის ბოლოს და სავარაუდოდ ეს იქნება პარასკევი დღე გაიმართება უკვე მორიგი სხდომა, სადაც იბრძოლებენ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მადლობა მერიან გორგოძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში პოლიტიკური განცხადებებით. დღეს პირველ ნახევარში საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მოსმინეს ცესკოს წარმომადგენელსაც გიორგი სანტორიანმა ისაუბრა 2003-12 წლების განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებზე. დეპუტატებს კონკრეტული კითხვები ჰქონდათ, რომლებიც მათ შორის ეხებოდა საჩივრებს, სხვადასხვა ოლქის გაუქმებულ შედეგებს და მეორე ტურის დანიშვნის საჭიროებებს. სანტორიანმა ისაუბრა 2004 წლის არჩევნებზე და ლეიბორისტების სარჩელზე, რომლის მიხედვითაც მაშინდელმა ცესკომ საბოლოო ოქმი ისე გამოაქვეყნა, რომ ორი ოლქის შედეგები საერთოდ არ გაითვალისწინა. ლაშუმა საქმე სტრასბურგში მოიგო. კიდევ ერთი კითხვა ეხებოდა 2008 წლის არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნას. მაგრამ არჩევნების შედეგები მაშინდელი არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის 8 ოქტომბერს და მას ჰქვია ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ის საჩივარი, სადაც ლეიბორისტულმა პარტიამ უჩივლა სახელმწიფოს და დაადანაშაულა სახელმწიფო მაშინ იმაში, რომ 28 მარტის არჩევნები შედეგები ისე შეაჯამა ცესკომ 18 აპრილის სხდომაზე 2004 წლის რომ არ იყო ჩატარებული არჩევნები ორ საკმაოდ მოზრდილ ოლქში. ეს არის ხულო და ქობულეთი. ამით 60,000 ამომრჩეველი იქნა გარიცხული, გამორიცხული თუ გარიყული საარჩევნო პროცესიდან. მიუხედავად იმისა და მათ რეალურად წაერთვათ უფლება არჩევნებში მონაწილეობის, რაც არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უმნიშვნელოვანესი უფლება. მე მაქვს ერთადერთი კითხვა, ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს? გამიჭირდება გითხრათ რეალურად გაუქმების საფუძველი რა იყო, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ შემაჯამებელი ოქმის თანახმად მითითებულია ის, რომ ნამდვილად ქობულეთისა და ხულოს ოლქებში გაუქმდა შედეგები საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო, თუმცა სხვა რაიმე დამატებითი კონკრეტიკა არ არის მითითებული, ამიტომ ამ ნაწილში გამიჭირდება რაიმეს მითითება, ნამდვილად საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას ჰქონდა 6.1% ამ არჩევნებში შედეგების. რაც შეეხება თუ ვინ წარმოადგენდა უშუალო კითხვას, შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასე რომ ეს არის აღნიშნული იკვეთება აღნიშნული შემაჯამებელი ოქმიდან. გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში ბრუნდებოდა აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ, რომლებმაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. ვიდეო მასალა რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ სოციალურ ქსელში გავრცელა. თბილისის აეროპორტში გახარიასთან ერთად იმყოფებოდა მისივე თანაგუნდელი ელგუჯა ხოკრიშვილი. დეტალებს უკვე შოთა პალავანდიშვილი მოგვიყვება, რომელიც კურიერს უერთდება. შოთა, ეთერში ხარ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს დღეს რამდენიმე ბრიფინგი მიუძღვნეს გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა. ექს-პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ აქტივისტების მხრიდან ჩადენილი ქმედება წახალისებული იყო მათი აზრით მართველი გუნდის მხრიდან და ამ ყველაფერს აუცილებლად როგორც სამართლებრივი, ისე მორალური პასუხი გაეცემა. გიორგი გახარიას გუნდელების აზრით ექს-პრემიერს ვერ აპატია მმართველმა გუნდმა მიუნხენის კონფერენციაში, ასე ვთქვათ, მონაწილეობა, თუმცა მისი თანაგუნდელები ასევე ამბობენ იმასაც, რომ სწორედ მიუნხენის კონფერენციის შედეგებს ქართული ოცნება უახლოეს კვირებში გაიგებს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელ ელგუჯა ხოტრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერ ჯგუფები დაახვედრა, რომლის აგრესიასაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი პოლიცია. საგულისხმოა, რომ პარტიული ზონდერ ჯგუფის წევრებს სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეის უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვპირდებით მას, რომ აუცილებლად გაიგებს მიუნხენის კონფერენციის შედეგებს. სამოქალაქო აქტივისტების ქმედებასთან რაიმე სახის შემხებლობას გამორიცხავენ. მართლ გუნდში ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მოქალაქეების ნაწილს აქვს საკუთარი პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმით. შესაძლებლობა შეიძლება ეს ფორმები არ ჯდებოდეს კიდეც, მათ შორის ეთიკის ნორმებში, თუმცა ქართული ოცნების წევრების თქმით, რაიმე სახის კავშირი ამ აქტთან თავად პარტიას არ გააჩნია. მართველი გუნდის წარმომადგენლები დღეს პირიქითაც ასე ვთქვათ ამბობდნენ, რომ მსგავსი სახის პროტესტი, რაც უკავშირდება დახვედრებს ან რაიმე სახის სიტყვიერ შეურაცხყოფას, უფრო დაკავშირებულია არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხარდამჭერებთან. შესაბამისად, მსგავსი სახის პროტესტის ფორმა ქართული ოცნებისთვის ამ შემთხვევაში არის მიუღებელი. რაც შეეხება რაღაცა დახვედრებს და ასე შემდეგ, არ ვიცი, ჩვენი ხელწერა არასდროს არ ყოფილა და არც იქნება ეს. არის რადიკალური ოპოზიციის ხელწერა თავიდან ბოლომდე, როდესაც თითქოს და რაღაცა აღშფოთებული მოქალაქეები ხვდებიან ხოლმე პოლიტიკოსებს და შემდეგ ყოველთვის ლინკებიან ეს მოქალაქეები რომელიღაცა NGO ორგანიზაციასთან ან რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან და ხა ჩვენ მილიონ 100,000-ზე მეტი ამორჩეველი ყავს და თუ ვიღაცას რაღაცის თქმა უნდა ეს ბატონი გახარია იქნება თუ სხვისთვის იქნება, ხა არავის უფლება არ აქვს რომ შემდეგ ესეთ მოქალაქეს ან რაღაცა ტიტუშკა დაარქონ ან დაქირავებული დაარქონ, ხო? მილიონ 100,000 ადამიანზე არის საუბარი და ვიღაცა შეიძლება კვერცხის სროლის სურვილი გაუჩნდეს და ვიღაცა შეუძლია სიმართლეში ვიღაცა შეიძლება იმის სურვილი გაუჩნდეს, რომ სიმართლე სახეში მიახალოს, ბატონ გახარიას იქნება თუ ეს ნებისმიერ სხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. ინციდენტი სამოქალაქო აქტივისტებსა და გიორგი გახარიას შორის დღეს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, მაშინ როდესაც გიორგი გახარია ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ბრუნდებოდა. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას, რომლის მიზანიც ქვეყანაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა იქნება. განმარტებით ბარეთში ნათქვამია, რომ საუბარია ისეთი ორგანიზაციებზე, რომელთა საქმიანობა თანხმედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. აუცილებელი ეს კანონი, რომელსაც ახლა ჩვენ ვიღებთ, რომ ჩვენ თვითონ დავაფინანსოთ, რა თქმა უნდა, ეს პარლამენტის თემა არ არის, მთავრობა გააკეთებს კონკურენციის პირობებში გამჭვირვალედ თუ რა არის ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი, რომ იმ საკითხზე გამოცხადდეს ტენდერი იქნება თუ კონკურსი იქნება, რომ მიიღონ მონაწილეობა ყველა არასამთავრობო მოქმედაც და აწიშექმნელმაც, რომ გააკეთეს ის საქმეები, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სეზონური ვირუსის პიკის პერიოდსა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. ივან ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ისევ იზრდება გრიპის შემთხვევები, მომეტებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ექიმები ვარაუდობენ, რომ დინამიკა თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება, რის მერეც შემთხვევების რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდება. დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, როგორც A, ისე B ტიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა. სწორედ ეს განასხვავებს გრიპის ვირუსის სხვა ტიპის ვირუსებისაგან და როდესაც გვესმის მოთხოვნა ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად თვლიან ჩატარდეს ტესტირება და შემდეგ განისაზღვროს არის თუ არა გრიპის ვირუსი, ამ პერიოდში გრიპის ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდში ტესტირების ჩატარების აუცილებლობა ნამდვილად არ არის. ამ კლინიკური სურათის მატარებელი ქვეყანაში მხოლოდ გრიპის ვირუსია. თებერვლის მეორე კვირის მონაცემებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ქვეყანაში პიკი გადავლილი არ არის. პიკზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა სავარაუდოდ პირველ ეტაპზე ჩამოცილდება 50%-ს, ანუ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 50%-ზე ნაკლები თუ დაფიქსირდა გრიპის შემთხვევები, შეგვეძლება თქმა, რომ თან ეს დაფიქსირება სტაბილური უნდა იყოს მინიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში, რომ პიკი გადავლილია. ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი მაღალია.
ეხლა ვართ ნამდვილად პიკის ეტაპზე. ბათუმში დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ ოჯახ საჭირო თავრობის თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა მიუსამძიმრეს. ტრაგედია 15 თებერვალს მოხდა. არასრულწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით დაიწყო. დინარევს გამოძიება, ყველა პროცედურა იქნა ჩატარებული, რაც გამოძიებისთვის არის საჭირო. ნახავთ შემოსაზღვრულია და ეხლაც წაღებულია ყველა მტკიცებულება. რამაც შეიძლება გამოძიებაზე გავლენა იქონიოს და აუცილებლად თუ გამოიკვეთება ვინმეს დანაშაული დაისчება შესაბამისად. და კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო ოჯახს და მთელ საქართველოს ძალიან რთულ და ცუდ პერიოდში ვართ, რომ ესეთი საშინელება მოხდა. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა მოიღო. დაკავებულია 21 პირი. ამოღებულია ავტომატები, პისტოლეტები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, ჯავშან ჟილეტები, მჭიდები, ვაზნები და მარიხუანა. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უყურებთ კურიერ 3 საათზე. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. ემანუელ მაკრონის მოწვევით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი გაიმართება. BBC წერს, რომ საგანგებო სამიტის მოწვევის წინაპირობა გახდა ტრამპის არომადგენლის კიტ კელოგის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში ამერიკა ევროპას არ ჩართავს. ასევე განიხილება უკრაინის მხარდაჭერის და ევროპის უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრას დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ესპანეთის და დანიის ლიდერები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტი. სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის გარეშე ევროპისთვის მიუღებელი უნდა იყოს და ევროკავშირის სახელმწიფოებმა ამას ხელი უნდა შეუშალონ. ელ-პაისში ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. ტექსტში ნათქვამია, რომ ევროპა და უკრაინა შეეჩეხნენ დამამცირებელი და თავსმოხეული გადაწყვეტილების რეალურ საფრთხეს. ავტორი წერს, რომ ამ მოცემულობით უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ტერიტორია გახდება და მისი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ევროპა კი ვერ ეგუება ვითარებას, რომ მის უსაფრთხოებას მის ზურგს უკან განიხილავენ ის სახელმწიფოები, რომელთაგანაც ერთი საერთოდ აღარ იზიარებს, მეორე კი გმობს მის ღირებულებებს. ნათქვამია ელ-პაისის სტატიაში. ერთი დღე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე უკვე საუდის არაბეთში ამერიკის სახელმწიფო მდივანი. მარკო რუბიოსთან ერთად ამერიკის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი და მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ვოლცი. უკრაინა მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. რუსულ დელეგაციას ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დიმიტრევი ხელმძღვანელებს მოლაპარაკებებში ჩართვებიან სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე სერგეი უშაკოვი. ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პესკოვმა გაავრცელა. მამავლის ფუნქცია საუდის არაბეთში შეასრულებს. MBC საკუთარ წყაროზე დაყნობით წერს, რომ შეერთებული შტატები რუსულ და უკრაინულ მხარეებთან შეხვედრებს მოლაპარაკებების დაწყებამდე ცალ-ცალკე გამართავს. ჩვენ წინ მივიწევთ, ვცდილობთ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობას მივახციოთ. ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობთ. ეს ის ომია, რომელიც არასდროს არ უნდა დაწყებულიყო. ზელენსკი ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. მე ვფიქრობ, პუტინს ბრძოლის შეწყვეტა უნდა. მე ეს მესმის. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში დაჟინებით საუბრობდით. მოგეხსენებათ, მათ დიდი და ძლევამოსილი მანქანა ჰყავთ. ჰიტლერი და ნაპოლეონი დაამარცხეს. დიდი ხნის განმავლობაში ომობდნენ. ამას ადრე აკეთებდნენ და ჩემი აზრით პუტინს ახლა ბრძოლის შეწყვეტა სურს. უნდა რომ შეჩერდეს, მასთან ეს საკითხი დავსვი. იმიტომ რომ თუ მას გაგრძელება მოუნდება, ის ჩვენთვის დიდ პრობლემას შექმნის. ეს ჩემთვის პირადად დიდ პრობლემას შექმნიდა, რადგან ამას ვერ დავუშვებთ. ჩემი აზრით, მას უნდა ამას სწრაფად მოიღოს ბოლო. ზელენსკისაც უნდა ომის დასრულება. ჩვენი შეხვედრის დრო განსაზღვრული არ არის, თუმცა ეს შესაძლოა ძალიან სწრაფად მოხდეს. ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ქალაქი მარჰანეცი დაბომბეს, დაიჭრა 4 ადამიანი. საარტილერიო დანადგარით შეტევა საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელდა, დაზიანებულია 8 სახლი. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ. დრონებით იერიში 3 მიზნე გახდა კიევის 4 რაიონი, დაჭრილია 1 მოქალაქე, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში. რაფახში 2 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ცახალმა განაცხადა, რომ 3 მიზნე პალესტინელი მებრძოლები იყვნენ, რომლებიც ისრაელის ძალებს უახლოვდებოდნენ. თავდაცმა დაგმო ჰამასმა დაჯგუფებამ ფაქტით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაც შეაფასა.
ადამიანთა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბერლინში აქციებია. დემონსტრანტები ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამოდიათ. ისინი გერმანიას მიმარჯვენე ექსტრემიზმის, რასიზმის და ანტისემიტიზმის, ასევე სოციალური სამართლიანობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ქმედებისკენ მოუწოდებენ. 9 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას კენტუკისა და ჯორჯიის შტატებში. სტიქის გამო კენტუკში 39,000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაზარალებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობაა. ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ქალაქი მარხანეცი დაბომბეს. დაჭრილია 4 ადამიანი. საარტილერიო დანადგარით შეტევა საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელდა. დაზიანებულია 8 სახლი. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ. დრონებით იერიში 3-ზე გახდა კიევის 4 რაიონი. დაჭრილია 1 მოქალაქე. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მორიგი გამარჯვება. ბორჯღალოსებმა ესპანეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხეს. 2025 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში საქართველოს ესპანეთის ნაკრებს 62-22 მოუგო. განსაკუთრებული მაჩვენებელი 46 ლელო დააფიქსირა აკაკი ტაბუცაძემ. ამით ის მსოფლიო 10-ში შევიდა. ქართველი მორაგბეები ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს 1 ან 2 მარტს დაუპირისპირდებიან. ნიშვილი ლობჟანიძე შიგნა ლელო ჩვენიერი ცხანომის არ ყოლა, აი, გამოიწვია. დასრულდა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული მე-17 ოლიმპიური ფესტივალი. ბაკურიანში ოლიმპიური ცეცხლით შაქვრა გაიმართა დახურვის საზეიმო ცერემონია. შეჯიბრით 9 თებერვალს დაიწყო და 16 თებერვალამდე გაგრძელდა. საქართველოს სახელით ფესტივალში სულ 8 ათლეტმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენი ნაკრების ანგარიშზე კი 1 ოქროა. ფიგურულმა მოციგურავემ ინგა გურგენიძემ ბათუმის ყინულის მოედანზე საუკეთესო დიასპარეზა და გამარჯვებული გახდა. დასრულდა ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი. ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ ჩვენ და ვიურეთ ჩვენ საზოგადოებას. ჩვენ შეგვიძლია რომ მაღალ დონეზე ჩავატაროთ ორგანიზება და მინდა წარმატება უსულო ჩვენ სპორტსმენებს. შემდგომში რა თქმა უნდა უკვე ბრაშობაში იქნება 2027 და ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზება. ჩვენ ნახეთ რომ როგორი აღდგენება, როგორი გამოძახილია და 45 ქვეყნის წარმომადგენელი და მიიღო მონაწილეობა ამ შეერთებულ ღონისძიებაში და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა. მადლობა ბაკურიანი, მადლობა საქართველო. ძალიან ბედნიერები ვართ. დიდ მადლიერებას გვცნობ. საქართველოში ერთ კვირაში 7 ულამაზესი დღე გავატარეთ. სპორტსმენები ძალიან ბედნიერები იყვნენ. ყველა დელეგაცია ბედნიერი იყო. ფანტასტიკური შეჯიბრი ჩატარდა. თქვენ თამასად ძალიან მაღლა აწიეთ. იყო ბოლო ინფორმაცია. კურიერი გემშვიდობებად 6 საათამდე. თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2 წერტილი ჯიბით.